ახლა კი გიამბობთ ოჯახის შესახებ, რომელიც დახმარებას ითხოვს. 14 წლის მიხეილ სხვითარიძე ჯანმრთელობის სხვა არაერთ პრობლემასთან ერთად ანორექსიას ებრძვის. მოზარდი 27 კილოგრამს იწონის, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს დედასაც, რომელიც 3 შვილს მარტო ზრდის. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 14 წლის მიშიკო სხვითარიძე თბილისის მე-9 სკოლის მერვე კლასში სწავლობს. თავად ამბობს, რომ ბევრი მეგობარი ყავს და მათთან თავისუფალ დროს კარგად ატარებს. კლასელები მიშიკოს შესახებ განსაკუთრებული სითბოთ ისაუბრობენ. ამბობენ, რომ ის ძალიან ჭკვიანია. ჩვენ პირველ კლასთან ერთად მოდივართ ერთად თავარ სკოლაში. სწავლით ნორმალურად, კარგად სწავლობს. ნამდვილად აქტიურია ბავშვებთან მეგობრობაშიც და კარგი ადამიანია. სწავლაშიც ცდილობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამამატყოფობის გამო ჩამორჩა სწავლაშიც ბავშვი და პედაგოგები ყველანაირად ეხმარებიან, ხელს უწყობენ. ცდილობენ, რომ რაღაცა სპეციალური დახმარებები აღმოუჩინონ, რაღაცა განსაკუთრებული დავალებები მისცენ, რომ ბავშვმა დაძლიოს. ჩვენც ვზრუნავთ, რა ვიცი, როგორც შეგვიძლია. კლასი ძალიან გვერდით უდგას. გაკვეთილების შემდეგ მიშიკომ სახლში მიგვიყვანა, სადაც მისი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ქირით ცხოვრობს. საკუთარი ნახატებით დაგვათვალიერებინა, თუმცა მას გულისწყდება, რომ ამჟამად სახატავის საშუალებები არ აქვს. ნახატები წამიტევ მანახშალება. გიყვარს ფოტო? კი. რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი? მინდა რომ ჩემ კლასელებს მივწერო, ნახატები გადმოვიწერო იქიდან და გადავიხა. კიდე რა არის შენი ოცნება? ტელეფონი და ჯანმრთელობა. ეხლა თუ ყოველთვის აკეთებ, რაც შენ გინდა. აი მაგალითად რას ვერ აკეთებ, მაშინ ეგ მომიყე. სირბილი, ხეებზე ასვლა. ხა ის მითხარი ხატოროდის ისწავლე და მოგწონს თუ არა? ხატო ვისწავლე, 1 წელი უკან ვისწავლე და დავდიოდი, მასწავლებელთან და ეხაც დავდიოდი. მიშიკო სხვითარიძე 6 წლამდე ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუმცა მოულოდნელად სხეულზე გამონაყარი გაუჩნდა. ექიმებმა მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს, თუმცა პირველადი დიაგნოზი დისკისა და ხერხემლის დაშორება იყო. პატარა მიშიკოს ხერხემალზე წანაზარდი აღმოაჩნდა. შემდეგ იყო 5 უმძიმესი ოპერაცია, თუმცა ბავშვის მდგომარეობა არ იცვლება. ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად ახლა ანორექსიასაც ებრძვის. ის 27 კილოგრამს იწონის. ჩამოყალიბდა ნეკნოვანი გუნძი. არაფერი ამას ერთ ოპერაციაზე მეორეზე არ იქნება, მეორეზე მესამეზე. აქედან ახლა ოსტეოპოროზი, აქედან კიდე ანორექსია უკვე აღარ იმატებს და ჩეხილი აქვს მთელი ზურგი. მიმართეთ ამ ვერტებროლოგს უკვე ჩვენის მხრიდან მეტი შესაძლებლობა ურინეკნია მოუღეთ მეტი, არა ახლა წონას და კარგა სისხლი. ლევა გვჭირდებოდა ახლა გენეტიკური კვლევა 17,000 ლარი მიმართეთ რეფერალურ სამსახურს ვარ ეგვითხრა, რეზიდენციამ ვარ ეგვითხრა. მიშიკოს ავადმყოფობის გარდა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს დედასაც. დედა დიაბეტითაა დაავადებული. მიშიკო დედასთან და 3 და-ძმასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სხვითარიძეების ოჯახს სოციალური დახმარება აქვს, თუმცა დახმარება ოჯახს ბინის ქირასა და მიშიკოს სწავლების მცირე ნაწილს ყოფნის.